საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ფერეიდნელი საერთაშორისო ქართულ სკოლაში საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ლიტერატურასა და ხელოვნებას ისწავლიან. პირველი გაკვეთილი ფერეიდნელ ქართველებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში ბაბუნა დავითაიამ ჩაუტარა. Ჩამოიყვანეს ფერეიდანიდან ეთნიკური ქართველები, რომლებიც იცით რომ უნიკალური შემთხვევაა, ისინი 400 წელია დაახლოებით ცხოვრობენ საქართველოს საზღვრებს გარეთ და ინარჩუნებენ ქართულ ენას, ესენი არიან ირანის სანიმუშო მოქალაქეები და იმავდროულად ისინი არიან სანიმუშო ქართველები. ერთი კვირა რაც დაიწყო სკოლაში ჩვენი ბავშვები დადიან, საქართველოს ძალიანად ისტორია მომწონს. პროექტი საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველების თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ესენი საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ სამწუხაროდ მათი არსებობის შესახებ ნაკლებად ვიცით. ისწავლიან ქართულს ისტორიას, კულტურის ისტორიას, ხელოვნების ისტორიას, ასევე თიხაზე ძერწვა ექნებათ, რომ ქართულ კულტურას უფრო მჭიდროდ შეეხონ. საერთაშორისო ქართულ სკოლაში სულ 20-მდე ფერეიდნელი ქართველი ისწავლის.